მე ვარ რია კოჩარი და 9 წლის. სწავლობ 22 საჯარო სკოლაში. ჩემს უყვარელი საქმიანობა სიმღერა, ფანდურის დაკვრა, ასევე ხატვა და ცეკვაც. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფანდურის დაკვრა. ერთი თვე რაც შევედი ანსამბლ ჰანგებში. ჩემი მუსიკის მასწავლებელია ქალბატონი ეთერი დარჩიძე. ეს არის მხიარული, ლამაზი და თბილი. ეთერი მასწავლებელმა შემაყვარა სიმღერაც და დაკვრაც. ფანდურის დაკვრა შემთხვევით არ გადამიწყვეტია. ახლა ქართული საკრავია გადავწყვიტე, რომ ქართულზე მიმეზונה ჩემი ცხოვრება. დაკვრა რო დავიწყე, თავიდან გამიჭირდა ესე ჩამოკრათითები მტკენდა. ყველაზე უფრო გამიადვილდა აკორდების აღება. ფანდურის გარდა კიდევ მინდა ვისწავლო ჭიბონზე დაკვრა. ანსამბლ ჰანგებში გვასწავლიან სიმღერასაც და დაკვრასაც ერთდროულად. ჩემი საყვარელი სიმღერა არის მგზავრული. ჰარალა ოდიგადელა აბადელია ოროდელა ჰარალო ოროდელა დელიაურა რადირა. მიკროფონის სახლში არ მაქვს, მაგრამ თვითონ ხმაც და ფანდურის დაკვრაც მეხმარება ხმის იმდენად განვითარებაში, რომ მიკროფონის მსგავსად მქონდეს ხმა. ძალიან მინდა ვიმღერა დიდ სცენას. ჩემი პირველი სოლო კონცერტი მინდა რომ მქონდეს პარიზში. მე ასევე ძალიან მეხერხება ცეკვაც. ცეკვაზე დავდიოდი 3 წელი ანსამბლ ორიონში. იმიტომ გამოვედი, რომ ვფიქრობდი, რომ საკმარისად ვისწავლე ცეკვა და ეხლა სხვა პროფესიით მინდოდა დავკავებულიყავ. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აფხაზური. აი ნახეთ ცეკვა როგორ მიხდება. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ არის მოწესრიგებული, ლამაზი და არიან საკმაოდ ჩემ დონეზე ბავშვები. ანუ არის მაღალი დონე. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თეკლა პაქსაძე. ყველაზე ჭკვიანს ვარ გამოვარჩევი, იმიტომ რომ ყველა ჭკვიანები ვართ. ყველაზე ცელქია მარიამ ჩუბინიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია რომ არის ნია ბოლქვაძე. მე ვარ ყველაზე ბუტია და ცნობის მოყვარე. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურს გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ფრანგული. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი მერი წულუკიძე. იმიტომ რომ არის ძალიან მხიარული, ჭკვიანი და ძალიან კეთილი მასწავლებელი. ზოგჯერ მგონია რომ ყველაზე უფრო მე ვყვარვარ. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე მოდელი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოვსულიყავი მოცეკვავე. ახლა მინდა ვიყო 15 წლის. იმიტომ რომ ვიყო ზრდასრული და ვაკეთე ყველაფერი ისე როგორც მომინდება. და შემიძლოს მაკიაჟის და ტონალურის წასვლა. ჯერ პატარა ვარ და ვერ ვისვა. არადა ლამაზი გოგო ვარ და ძალიან მეხდება გაპრანჭო. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ძამიკო, დედიკო, მამიკო, ბებია, ბაბუა და კიდევ 2 ბებია ბაბუა. 8 წევრი ვართ ოჯახში. კიდევ მინდა მყავდეს 3 და 1 ძმა. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია ნოდიკო. ის არის საყვარელი, თბილი, ნერვების მომშლელი და ჭკვიანი. ნოდიკო ფეხბურთელი ვერ გამოვა კალათბურთელი სიმაღლიდან გამომდინარე. მამიკო არის ძლიერი, სიმპათიური და თბილი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ჩემსავით პრანჭია, თბილი და მოსიყვარული ადამიანია. მე ყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია საოცნებო მშობლები. ისე მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ მსოფლიოში. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი მეგობრობაზე. ამ წიგნს დავარქმევდი მე და ჩემი მეგობრები. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავახმარებოდი გაჭირვებულებს და გავაკეთებდი ყველა სიკეთეს, რაც ფულით არის შესაძლებელი. პირადად ჩემთვის ვიყიდდი კბილეულების ქარხანას და მაღაზიას. სამოგზაუროდ დიდი სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი. ყველაზე ხშირად ვხატავ ადამიანს ჩოხაში მოცეკვავეს, ფანდურს, გიტარას და ჭიბონს. ჩემს საყვარელი ფერებია თისფერი და ვარდისფერი და არ მიყვარს ნაცრისფერი და შავი. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და სახლში მექნება 40-მდე მაინც. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა რომ ჩემს ეზოში გავაკეთო გამოფენა და ერქმევა ეზოში ნიას გამოფენა.
წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ნია რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე სავარაუდოდ ბებიამ დამარქვა ნია და ძალიან მომწონს ჩემი სახელი. მაგრამ ნია რომ არ მერქვას მე ალბათ მერქმევოდა ემილი. ჩემ შვილებს დავარქმევ ანდრიას, გიორგის, ბარბარეს და ელენეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომ მქონდეს ფრთები სად გაფრინდებოდა? მე მაგალითად გავფრინდებოდი ანტალიაში. ჩემი ოცნების საჩუქარია Blackpink-ის კონცერტის ბილეთი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემს ეტლზე მოსიარულე ბაბუას ავაყენებდი და ფეხით გავივლიდა. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება, ადამიანზე დახმარება და ფანდურზე დაკვრა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.